წარმოგიდგენთ, არაფერი არ გაგაჩნიათ და უცებ ვაკეში მოგცეს 5 ოთახიანი ბინა. თქვენ გამდიდრდით თუ არა? ცხადია გამდიდრდით, ხო? ქვეყანაში რაც კი რესურსები გვაქვს, ეს სიმდიდრე რაც გაგვაჩნია, საოცარი სიმდიდრე. ამის ხოლმე 30%-ს ვიყენებს. დანარჩენი 70% არის გაჩერებული. სახელმწიფო საკუთრებაშია და არავისი არ არის. ანუ თვითონ სახელმწიფოც არ იყენებს და დან არც მოსახლეობას არ აძლევს. ანუ არავისი არ არის ეს ქონება. წარმოგიდგენთ, უცებ ამ ხელა რესურსები რაც გაგვაჩნია, იგივე არასასოფლო სამეურნეო მიწებიც, მათ შორის უცებ რომ მოხდეს ისე რომ გადმოვიდეს კერძო საკუთრებაში. ანუ მე თქვენ და 3 მილიონი ნახევარი ადამიანი მფლობელობაში გახდეს. ჩვენი შესაძლებლობა ხო გაიზრდება, ჩვენ ხო შესაძლებლობა გვექნება რომ გავმდიდრდეთ. აი უტრირება რომ მოვახდინო, წარმოგიდგენთ, არაფერი არ გაგაჩნიათ და უცებ ვაკეში მოგცეს 5 ოთახიანი ბინა. თქვენ გამდიდრდით თუ არა? ცხადია გამდიდრდით, ხო? თქვენ შეგიძლიათ ეს ბინა გააქირაოთ და სოლიდური შემოსავალი თვიურად მიიღოთ. თქვენ შეგიძლიათ ეს ბინა ბანკში ჩადოთ, ცესხი გამოიტანოთ. თქვენ შეგიძლიათ ეს ბინა გაყიდოთ და შემოსავალი მიიღოთ. ანუ რამდენი ნაირად შეგიძლიათ ეს საჩუქარი გამოიყენოთ. საჭიროა რომ ეს რესურსები უსასყიდლოდ ჩვენს ხელში გადმოვიდეს, რომ ეს ეკონომიკური გადანაწილება ზრდის, რომ თან სამართლიანად როგორც უყვართ ხოლმე თქვა, გამოვიდეს, აი ამაზე კარგი რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს.